Buenos días, egunon. Arari dzilis dro გაიხვით საქართველო, გაიხვით საქართველო. ეთერშია კორკოტას დილა. გუშინ მოხდა ერთი კარგი რამე ბატონი შალვამ ჭედლიშვილი, რა ვიცი, თუ პოეზიასთან ვინმე ახლოში არის ზედმიწევნით კარგად იცის რა ადამიანი იყო ეს. მე ბატონი შალვა ბიძათ მეკუთვნოდა რა მამაჩემის დეიდაშვილი იყო და ამ ადამიანმა ერთ-ერთმა მათთაგანმა ვინც ჩემ აღზრდაში დაღი დამასვა სუბთა იმ ნიჭიერების კუთხით რაც შეიძლებოდა თან აი ეს პერიოდი იყო 37 და 45-ში გამოვლილი კაცი იყო რომელიც იმ პერიოდში შალვამ ჭედლიშვილს თulinan ერთ-ერთ თუ საუკეთესო არა ერთ-ერთ ყველაზე ისეთ პოეტად 45 წელში დაიჭირეს, გადაასახლეს 45 წლის მარტში მოხდა ეგ ამბავი, გადაასახლეს, ჯერ არ გადაასახლეს 2 წლის განმავლობაში აქ კგბ-ს იზოლატორში ყავდათ, ნუ იქ როგორი სითბო იქნებოდა ყველამ კარგად იცით 58 ის იყო სტატიის მე-11 ნაწილები 58 ჯესიტაძინეც ესე იყო რა ეს იყო აგიტაციის ორგანიზაცია პროპაგანდა ძალიან ბევრი ადამიანები დაიჭირეს მაშინ და დაიწყო მისი აი ესეთი ცხოვრება ავჭალა ორთაჭალა ბაქო როსტოვი ვოლოგდა ფინალი ვორკუტაში მე-6 მაღაროში როგორი ცხოვრება გამოიარა მან როგორი ცხოვრება რა ვიცი უფალო დიდება შენსახეს რო არ ყოფილიყო უფლის ნება და მე-6 მაღაროს შემდეგ იქ ქართველებმა აი ქართველი მაინც და მაინც გაჭიროებაში უნდა იყოს რომ თან უკანასკნელში რომ ერთმანეთი ნახონ იქ იყვნენ ადამიანები ხა პერსონიფიცირებას არ ვაკეთებ მე არავის იმიტომ რომ იქ იყვნენ ძველი ბიჭები ვინც იქ მაყურებლები იყვნენ და რომ გაიგეს ქურდები რომ გაიგეს რომ ერთ-ერთი მაღაროში ქართველი კაცი იყო თავისი მარტო ქართველობით ამოიყვანეს იქიდან რომ არ დაღუპულიყო შემდეგ იყო მე-6 მაღაროს შემდეგ სამუდამო გადასახლება იყო 1959 წელში ყარაგანდაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში და მანამდეც სტუდენტობის პერიოდში ბატონი შალვა იყო ადამიანი რომელიც ლექსებს წერდა და როგორი ლექსები ჰქონდა იმ გარემოცვამ ძალიან ზუსტად იცის რა ვიცი მე დავიწყებ და მე გავაგზელებ საღამო გამართა მისი გუშინ და რა ყველაზე მაგრად რაზეც გავგიჟდი და წრემლი რაზეც მომივიდა 44 წელს დაწერილი ლექსია ეს არის ყველაზე ჯილა ლექსი ჩემი ღამურათა გუნდები კიპარისთა წყება აღარ დამიბრუნდები ვგზნობდა გული მწყდება დაომარხე ოცნებები და დაომარხე გული ვეღარ გპოვე ვერსად აღარ შენი სამარე აბა ლახებული დამრჩა მენუ გეშათ აღარ შენი სამარე რა უდრო დრამალე წახვალ გამიფრინდი ბინდი ღამურათა გუნდები კიპარისთა წყება აღარ დამიბრუნდები გრძნობდა გული მწყდება მივედი ყველაფერი ეს გამართა სამების ეკლესიაში დაბლა დარბაზები რო არის ერთ-ერთ დარბაზში მეუღლე გახდათ ბატონი შალვას ქალბატონი ეთერი საზა იყო შვილი მისი გოგონები არ იყვნენ არ არიან თბილისში ზოგი იქით არის წასული ზოგი აქეთ მაგრამ ბატონ ერეკლის აღლიანს მიყავდა ეს საღამო ჩემ მეგობარ ჩემ ქართველ კაცს რამეც არაფერს აღარ ვიტყვი ყველაზე მაგრად რაც გამაკვირვა საკმაო საზოგადოება იყო
ის ადამიანები, ვინც გალობით, ვინც ჩაკრულოთი, ვინც მრავალჟამიერით მიესალნენ ამ დღეს და მომიტევეთ, რომ ყველას დასახელებას ვერ შევძლებ, ვინც ამ საღამოს გამოხოდით, მაგრამ მოხდა საოცრად, ჩემთვის საოცრად დიდი რამე, რაშიც დეფიციტი მაქვს მე პირადად და იმ საქართველოს, ვინც დღევანდელ დღეს ცხოვრობს. 31 საჯარო სკოლის მე-6 პირველი კლასი. ბავშვები მობრძანდნენ პედაგოგთან ერთად. ქალბატონი მარინა ფერაშვილი. და რა მოხდა? იქ მე უკვე გიჟივით უყურებდი ამ ყველაფერს. ბავშვები გამოვიდნენ და თითოეულმა მათგანმა თქვა ლექსი. და რომ მოვიდნენ რაღაცა მომეფერნენ, მითხრა, აუ თქვენი ავტოგრაფიო და ისე შემცხოვრა ავტოგრაფის მიმცემი მე ვარ, რაღაცა მომეფერნენ. რო არ ჩამოვთვალო ეს ბავშვები, უსინდისო კაცი უნდა. მე ისე მიყვარხართ მეთქი და ისეთ მართალ საქმეს აკეთებ ჩვილებო, რომ აი კორკოტას დილაში უნდა ჩამოვთვალო ყველა. ლექსო ტკაჩოვი, ნიკა ჩუბინიძე, გიორგი ბერაია, ნინო ფიფია, ანი კერესელიძე, თათია გრძელიძე, გიორგი მეტრეველი, მარი ერანოსიანი, თამარ ცირღილაძე, სადავარ კიდე მყავს ეს ოქროები აქა, ლაშა ყაველაშვილი, ნინო მამამთავრიშვილი, თორნიკე ჭელიძე, მაკა თოდუა. ყველა ჩამოთვალე, ვინც ვერ ჩამოგთვალე, თქვენი ბრალია, რო ვერ ჩამაწერინეთ, იცოდეთ რა. და მთავარი ის იყო, რომ შვილი ბატონი შალვასი ეთუნა პატარა ეთერი დვალიშვილიც ამ კლასში სწავლობს და როგორ ეხლა ამათ ანცობას ხო იქ საზღვარი არ ქონდა ხან მირბოდნენ ხან მორბოდნენ ხან ის ერთმანეთს თქმებს ქაჩავდნენ სიცოცხლე იყო მოკლედ იმ ეკლესიაში რა სიცოცხლე უნდა იყოს იმ დარბაზში კიდე 1000 სიცოცხლე იყო რა კიდე იმას ხვდებოდი რომ ქართველი იქ იყო თავისი ჯიგრი თავის ყველაფრით და ბოლოს ძალიან მორიდებულად შვილი ბატონი შალვას გამოვიდა და ლექსი მაქვს პაპა ჩემზეო დაწერილიო და ვიტყვიო თუ შეიძლებაო და ყველა მაპა შვილო რაღაც შეუძახე და მე ვთხარ მაჩუქე მეთქი ეს ლექსი რომ წავიკითხო მეთქი საზოგადოებას წავიკითხო ეხლა წავიკითხავ რა შენ რომ იცოდე უშენობი ჩვენ რომ ვეწამეთ ასეთ ნაღველი დარდიანად რბიან დღეები შენი გენი ვარ შენი სისხლი და შენი სუნთქვა პაპა კი არა ჩემთვის შენ ხარ მსოფლიო მთელი უნდა იცოდე სამუდამოდ როგორ გვიყვარ ხარ შენ სულში უნდა ენთოს მუნდან ჩემი ნათელი როგორც ზაფხულის ვარსკვლავიან თბილ საღამოში ხმა საოცარი ჯადოსნური ციცინათელის არ ვიცი იქ დაიწყო და დამთავრდა ყველაფერი ეგ არის ისტორია იმისა რასაც ელემენტარული რაღაც ქვია მამა პაპის სიყვარული მამა პაპის სიყვარულს გაუმარჯოს შვილებო სწორ გზაზეთ გეხართ თქვენ უნდა გაზარდოთ კიდე ეგრე თქვენი შვილები რასაც აი სიყვარული ქვია რასაც ქართული ქვია რასაც პოეზია ქვია რასაც ნიჭიერება ქვია რასაც თავგანწირვა ქვია დაუჯერეთ იმ ადამიანებს ვიშიც ხედავთ რომ განუსაზღვრელად არის საქართველოს სიყვარული აი ეს იყო ჩემი სათქმელი ამას ვიტყვი სანამ პირში სული მიდგას და ვინც ესე არ იცხოვრო საქართველოსთვის ის იყოს დაშნაკ ცუცორნი ნუგეში ეს არის 1959 წელს დაწერილი ლექსი სინათლე მომეცით უფსკრულში უკუნში უღმერთოთ ვინ თქმები პასუხად საზარი ხარხარი მომესმის მონახარ და მონაიქნები და მაინც ვყივი ვარ სინათლე მომეცით
გულშაო ყორნებო ნუ ფარავთ ამ არეს რა მინდა ქურდებში რა მინდა ქორებში და იყოს წეული ეს ბნელი სამარე მონობის შავ სირცხვილს მე სიკვდილს ვარჩევდი და მუდამ თაყვანს მცემ მზეს მთელი არსებით გერა თავს დავაღწევ წამებას ამ გლოვას ჯერა განიბნება ეს შავი ღრუბლები ხვალ ისევ ამოვა ხვალ ისევ ამოვა მზე ბედნიერების მზე თავისუფლების